ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც ბოლნისში იყო საკმაოდ საინტერესო. ჩვენ დიდი ხანია მე ღვინებს კარგად ვიცნობთ და მათ ღვინოებს და ბოლნურ ღვინოებს კარგად ვიცნობთ. ღვინო ერთ-ერთი გასტრონომიული პროდუქტი არის მათ შორის და წავედით უკვე გასტრონომიული მიმართულებით, შევხვდით მე ღვინებს, ყავდნენ შეფები, რომლებმაც მოგვიმზადეს ადგილობრივი კერძები. ჩემი დღევანდელი დღე იყო პირველ რიგში რითიც დავიწყეთ, ეს იყო უშუალოდ ღვინისა და კერძის შეხამების მასტერკლასი, თეორიული ნაწილი, რაზეც გავიარეთ თუ რა არის თითოეული კომპონენტი, გემოსი, რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც კერძის თითოეულ კომპონენტს ღვინოსთან შეხამებაში, რა შეხამების მიმდინარეობები არსებობს, როგორ დგება ზოგადად რესტორანში შეფისა და სომელიეს ურთიერთობა და ასე შემდეგ და ბოლო ეტაპზე ტრენინგის შემდეგ უკვე გქონდა შეფების მიერ შემუშავებული კერძების ღვინოსთან, ადგილობრივ ღვინოებთან შეხამება. როგორც მინიმუმ 2 ძალიან კარგი შეხამება შევადგინეთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღეთ თუ რა ძირითადი კერძები გვაქვს და რა ადგილობრივი ღვინოები, რა გემოები არის თავსებადობაში. გვაქვს დღეს წარმოდგენილი აქაური იხვი, რომელიც არის იხვის სავიზიტო ბარათი ბოლნისის. ასე ვთქვათ, ავიღეთ ჩვენ აქაური კერძებისთვის ინგრედიენტები, ავიღეთ რაღაც ძირძველი გერმანული წარმოშობის კერძები და გავაკეთეთ მცირეოდენი პატარა მოდერნიზება, რათა შეესაბამებოდეს აქაურ სიტუაციას, აქაურ ხედვას და აქაურ კონცეფციას. მიირთვით ისიამონეთ და შეაფასეთ. რაც შეეხება ღვინოებს, ჩვენი მთავარი კერძისთვის, ესე რომ ვთქვათ, შევარჩიეთ 2 ღვინო და პირველი, რომელსაც გავსინჯავთ, ეს არის ასურეთული შავი 2022 წლის. ეს არის ბოლნისის ძველი მარნის ღვინო. აი ხა მითხარით, ეს არის მინუსი, პლუსი თუ პლუსი. პლუს-მინუსი უფრო მეტად თქვენთვის კერძი თუ ღვინო არის წამყვანი. სიმჟავე უფრო მაღალი არის. აი, იქ სიმჟავე უფრო მაღალია? მაგრამ კარგია და ეს შეიძლება თავკვერი ასევე არ იყოს ცუდი მიდია ამ კერძისთვის. შეგიძლიათ მიირთვათ ჩვენი პირველი კურსის კერძი, სადაც გვაქვს ქათამი და ამ კერძისთვის სპეციალურად შეგირჩიეთ 2 ღვინო, იმიტომ რომ მაინც საინტერესოა რომ ცადოთ ერთიც და მეორეც. პირველი იქნება მუხიგულის ქაწითელი, ბოლნისის თეთრი, ესე რომ ვთქვათ. ავიღეთ უშუალოდ ავთენტური ინგრედიენტები, რომელიც გამოვიყენეთ მერე ჩვენს კერძში. ძირი ფუძე აქვს ქართული, გერმანული და გერმანული ბოლნისური და შეიქმნა ექსკლუზიური კერძები და ჩატარდა მასტერკლასი. ასევე соусები გვაქვს, რომელიც შვაბური ტრადიციული კარაქებით მომზადა და გვაქვს ბევრი ინტერპრეტაცია, რომელიც გამოვიდა ექსკლუზივი და დამახასიათებელი ბოლნისისთვის. ეხლა მოდი რაღაცები დავამთავროთ. კი ბატონო.